ავტოსადგურების ფუნქციონირებისთვის ახალი მოთხოვნები დადგინდა. რეფორმის მიხედვით სიახლემ ხელი უნდა შეუწყოს ჯანსაღ კონკურენციას, ბაზარზე თანაბარი პირობების შექმნასა და საერთაშორისო დონის ავტოსადგურების მშენებლობის სტიმულირებას. მეორე კლასის ავტოსადგურის სტატუსის მოსაპოვებლად არსებული რესურსის განახლებაზე მუშაობს ზესტაფონის ავტოსადგურიც. მიმდინარეობს ავტოტრანსპორტში, რომ ყველა სიტუაცია უნდა დაალაგდეს ბოლოს და ბოლოს. მათ შორის ზესტაფონის რაიონში ჩვენ გვაქვს პრეტენზია იმისა, რომ ვიყოთ ავტოსადგური, როგორაც ვიყავით. ამის დადასტურება მოგცა რაიონის ხელისუფლებამ პირველ რიგში, რომ აქ ავტოსადგური უნდა იყოს. შემდეგ დავიწყეთ ყველა მოთხოვნების შესრულება, რასაც კი მთავრობა განიხილავს. ამისათვის ჩვენ მომაწესრიგეთ დარბაზი, გავარემონტეთ, გავაკეთეთ ახალი სალარო, ახალი მძღოლების მოსასვენებელი ოთახი, სადისპეჩერო, შესანახი საკანი, დედათა და ბავშვთა ოთახი და ეხლა მიმდინარეობს გარეთ გადახურულის გაკეთება, რომლის მოთხოვნაც ყველა კატეგორიის ავტოსადგურს აქვს. მათ შორის ჩვენ ვართ მეორე კატეგორიის ავტოსადგური და ვაკეთებთ ეხლა გადახურულს და იქ იქნება 6 ბაქანი, საიდანაც ის მანქანები, რომელიც გადიოდა შპს მეგზურიდან, ანუ ცენტრალური ავტოსადგურიდან, დადგებიან ამ ბაქანზე და მოემსახურებით ხალხს ისე, როგორაც ამას ითვალისწინებს კანონი საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ. თვითონ ტრანსპორტს რაც შეეხება, ამის რესურსი რამდენია? თვითონ ტრანსპორტს რაც შეეხება, ის მოთხოვნა, რომ 150 კილომეტრზე ზემოთ უნდა იმუშაოს M3 კატეგორიის მანქანებმა, ამის რესურსი ამ ეტაპზე არ არის, მაგრამ შეხვედრის დროს ეთხოვა მათ ყველა ავტოსადგურის ხელმძღვანელობის სახელით, რომ ეს პროცესი იქნება ცოტა ხან გადაიდოს და ველოდებით მას, რომ ეს პროცესია გადაიდება ალბათ და როცა გვეტყვიან, რომ თქვენ უნდა მოიყვანოთ M3 კატეგორიის მანქანები 150 კილომეტრს იქით მოვიყვანთ, შევეცდებით რომ მოვიყვანოთ ეს მანქანები და გავაგრძელოთ მუშაობა. ვინც შეძლებს იმუშავებს, ვინც მოიყვანს იმუშავებს და ვინც არ მოიყვანს და ვერ იმუშავებს. ავტოსადგურის სერტიფიცირების ვალდებულებისთვის საჭირო ნებართვის მისაღებად ცენტრალური ავტოსადგურის გარდა ადგილობრივ თვითმმართველობას, როგორც გვეუბნებიან, სხვა სუბიექტებმაც მიმართეს. ჩვენ ორმა მეწარმემ მოგუმართა ზესტაფონში, მათ შორის ერთი ცენტრალური ბაზრის ტერიტორიაზე, მეორე კი ყოფილი ცენტრალური ავტოსადგურის ტერიტორიაზე, რომ აღუძრათ შუამდგომლობა სახმელეთო ტრანსპორტის აგენტოში და ჩვენც შესაბამისად ვსწავლობთ ამ საკითხს, მოგეხსენებათ სიახლეა და იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული. რაც შეეხება შორაპნის ტერიტორიაზე არსებულ 5 გექტარ მიწას, მოგეხსენებათ, რომ ეს მიწა გასხვისებული იქნა სახელმწიფოს მიერ ვალდებულებით, რომელიც ბევრ სხვა საკითხებთან ერთად მოიცავს M2, M3 ტიპის ავტობუსების მიმღებ მეორე კატეგორიის ავტოსადგურს, რომელსაც მთელი რიგი პარამეტრები აქვს. მოგეხსენებათ, რომ უკვე 1 ივნისიდან სამარშრუტო ეგრეთ წოდებულ სამარშრუტო ტრანსპორტ შორს გასვლის უფლება არ ეძლევა, არ მიეცემა ქალაქებიდან და ძირითადი საქალაქთაშორისო ტრანსპორტი იქნება უკვე ავტობუსი და სწორედ აი ამ ავტობუსების თვის იქნება გამიზნული ეს ავტოსადგური და მათ შორის საერთაშორისო მიმოსვლის ტრანსპორტისთვის, რომელიც თქვა თბილისიდან თუ აზერბაიჯანი, სომხეთი და ასე შემდეგ თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით გამავალი იქნება მათთვისაც ეს ავტოსადგური აუცილებელი გაჩერების წერტილი. ზესტაფონის მერის ინფორმაციით გარკვეული ვალდებულებები ექნება ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რომელთაც სოფლის მარშრუტებზე უწევთ მოძრაობა. რაც შეეხება ჩვენ შიდა მიმოსვლის ტრანსპორტს, ასევე არის ეს ვალდებულება, რომ გარკვეული რეგულირება უნდა მოხდეს აქაც და ამ საკითხის შესწავლაშიდაც ვართ, რამდენად შიდა რეისების აუცილებლობა იგეგმება, ვთქვათ, და გვაქვს დათვლა ისეთი, რომ მომგებიანი რეისები, სოფლები, სადაც მძღოლები მოგებას ნახულობენ,
გადამზიდავებთან ჩამოვაყალიბოთ ისეთი ურთიერთობა, რომ მივაბად ზედ ისეთი სოფლები, სადაც დღეს ტრანსპორტს დიდად არ ეპიტნავება, რომ ავიდეს და მოემსახუროს იმ სოფლის მოსახლეობას იმის გამო, რომ აცხადებენ არ არის მომგებიანი ესა თუ ის მარშრუტი და გვექნება მცდელობა იმისა, რომ წამგებიანი მარშრუტები მივაბად მომგებიან მარშრუტებს და ამით დავავალდებულოთ ავტოტრანსპორტის სატრანსპორტო საშუალების მფლობელები, რომ რომელიმე სოფელი არ იყოს მიტოვებული ავტოტრანსპორტის გარეშე. ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხების ექსპერტის ფონდ პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის დირექტორის ირაკლი იზორიას განცხადებით, სავარაუდოდ ძალიან მალე იქნება მოთხოვნა, რომ საქალაქთაშორისო გადამყვან სატრანსპორტო საშუალებებზე სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობა დამონტაჟდეს. მისივე განცხადებით ავტოსადგურების რეგულაციების წესებში სხვა არაერთ მოთხოვნასთან ერთად ჩნდება სამედიცინო შემოწმების მიმართულებაც. ასევე კანონი ითვალისწინებს გარკვეული წესების შემოღებას საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. საქართველოს მასშტაბით უნდა შეიქმნას სამი კატეგორიის ავტოსადგურები, ეს არის პირველი, მეორე და მესამე კატეგორიის ავტოსადგურები. აქედან გამომდინარე პირველი ავტოსადგური პირველი კატეგორიის მომსახურება საერთაშორისო და ადგილობრივ გადაყვანებს. არის ტექნიკური რეგლამენტის შესრულება, ვიცით რომ ტექნიკურ რეგლამენტში გაწერილია მთელი რიგი ესე ვთქვათ რეგულაციები, რაც ეხება ავტოსადგურების ინფრასტრუქტურულ მოწყობას, იგივე ბაქნების რაოდენობას, ავტობუსების რაოდენობას, აქვე მოსასვენებელი ოთახების რაოდენობას, თვითონ მძღოლებისთვის, დედათა და ბავშვთა ოთახის და სამედიცინო ოთახების არსებობას, ასევე სალაროების არსებობას და მთელი რიგი ტექნიკური მოთხოვნები რაც არის, ამას შემდგომ სამხარაულის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის საფუძველზე მოხდება სერტიფიცირება ან შეიძლება სხვა ავტორიზებული ორგანოს მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე. სამივე კლასის ავტოსადგურებში არსებული ყველა სახის მომსახურება ხელმისაწვდომი უნდა იყოს შშმ პირებისთვის.